პოლიტიკური კრიზისის, მძიმედნაცემი მომიტინგებისა თუ პოლიტიკოსების, უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე ოცნების სრული იზოლაცია სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ახალი წლის შემდეგ ივანიშვილის პრემიერის საგარეო ვიზიტების რადიუსი ჯერ ვერ გაცდა რეგიონის სამეზობლოს. ამ ფონზე იმედის პროპაგანდამ უკვე ორჯერ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვა. გასულ თვეში ივანიშვილის მთავრობა 4ჯერ შეხვდა ჩინეთის ელჩს და ასე შემდეგ. ამ ფონზე კი ჩვენი ქვეყანა პირველად არ იქნება წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ეს უკანასკნელი იშვიათი ფორუმია, სადაც ერთ დროს კარჩაკეტილობით გამორჩეული ივანიშვილიც კი იყო ჩასული პრემიერის რანგში. ოლიგარქი ახლა ქვეყნისთვის ხურავს დემოკრატიული სამყაროს კარს. ის ირგვლივ კი სანქციების წრე, როგორც ჩანს, მალე კიდევ უფრო დავიწროვდება. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვრცლად გიამბობთ მოსალოდნელ სანქციებზე ამჯერად დიდი ბრიტანეთიდან და ოცნების წინ მსწრებ შიშზე, რომელიც პოლიტსაბჭოს განცხადებამ ჩრდილიდან გარეთ გამოიტანა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნებამ ბრიტანეთიდან სანქციების მოლოდინი უფრო მეტად განიცადა, ვიდრე უკვე გამოცხადებული სხვა სანქციები. ვიდრე უფრო დეტალურად გეტყვით, რა არის ამის მიზეზი, ჯერ ვთქვათ საჯარო რეაქციაზე. მედიასთან დღეს ამ თემაზე სასაუბროდ კახა კალაძე გამოჩნდა ივანიშვილის გუნდის ნოსტრადამუსი სანქციების დარგში. სანქციები არ იქნება, სანქციების არ გვეშინია, ასე ამბობდა პარტიის გენერალური მდივანი თვეების წინ. ამ ფორმულიდან ახლა დარჩა მხოლოდ მეორე ნაწილი. სანქციების არ გვეშინია. როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიხალბეზე და უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს ეს მიდგომები და დამოკიდება. ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესები, აშანტაჟებდნენ თავისი პირადი თანხებით. იცით თქვენ, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში, მან ეს დავა მოიგო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანხას არ უბრუნებდნენ, აშანტაჟებდნენ, რომ მას გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი და შემდეგ ამას მოყვა უკვე დასანქცირება, რომ საბოლოო ჯამში დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს, ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ოფშორები არაფერ შუაში არ არის, თქვა ამ ინტერვიუში კალაძემ, არადა ივანიშვილის ოფშორებში დაგროვილი ქონება ბევრ კითხვას ცემს პასუხს. რა ტიპის თავდასხმა ან ანტიდასავლური განცხადება არ გვინახავს ბოლო 2 წლის განმავლობაში ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, თუმცა მიმართვა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვნა, მაინც გამორჩეული იყო. ივანიშვილის გუნდმა განცხადება გუშინ გამოაქვეყნა, მასში გაერთიანებულ სამეფოს ფაქტობრივად ავტორიტეტის დასამარება უწინასწარმეტყველეს, თუ ის გაბედავს და დაასანქცირებს ივანიშვილს. არც თუ ისე ვრცელ ტექსტში სამჯერ არის ნახსენები Deep State-ი, ორჯერ გლობალური ომის პარტია, არის მცდელობა დიდი ბრიტანეთის ისტორიის მიმოხილვისა, თუმცა აქ მაინც ბოლო აბზაცია ყველაზე საინტერესო, ტექსტში ვკითხულობთ. სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის, უზენაესობისა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. ციტატის დასასრული. ბრიტანეთის ავტორიტეტი არა, მაგრამ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები ალბათ ნამდვილად ჩაბარდება წარსულს. ასე გამოეხმაურდნენ ამ ტექსტს სოციალურ ქსელში თემაზე მომუშავე ექსპერტები. დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის ასე. ოლიგარქი ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით უკვე წლებია აქტიურად სარგებლობს. მისი კომპანიების ქსელი რამდენიმე კუნძულზეა გადანაწილებული. ეს რუკა მოიცავს ვირჯინიის კუნძულებს, კაიმანს, პანამას, ბაჰამის კუნძულებს, ბელის, ბერმუდის კუნძულებს. ეს უკანასკნელი მაყურებელს შესაძლოა კრედიტ სვისთან დავის შემდეგ ახსოვს. თუმცა ჩვენი ყურადღების ფოკუსში დღეს გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში მყოფი 2 კუნძულია, ვირჯინიის კუნძულები, როგორც გითხარით, და კაიმანი. გლობალური ჟურნალისტური გამოძიების Pandora Papers-ის თანახმად, ივანიშვილს სწორედ აქ, ანუ ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია აქვს რეგისტრირებული, რომლებიც მისი ქონების და სხვადასხვა აქტივების მართვისთვის გამოიყენება. ეს არის 98-2016 წლების მონაცემები. უფრო მეც კი სხვა ოფშორების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევებიდან ვიგებთ. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე სულ 14 კომპანიას ფლობს. კაიმანის კუნძულებზეა მაგალითად რეგისტრირებული ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი. ამ ურთიერთდაკავშირებული ქსელის მეშვეობით ივანიშვილი ფლობს და მართავს სხვადასხვა აქტივებს საქართველოსა და უცხოეთში, როგორ მუშაობს ეს სქემა, ამას გამჭვირვალობის მკვლევარი ბესონ ამჩავაძე ხსნის.
სანქციები გავრცელდება დიდი ბრიტანეთის ესე ვთქვათ ოფშორულ ტერიტორიებზე, ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის უამრავი კომპანია აქვს დარეგისტრირებული. თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი, რაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოში აქვს, ყველა ამ ბიზნესების საბოლოო მფლობელი არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლის მფლობელის თავის მხრივ არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბრიტანეთის ხელისუფლება თუ სანქციებს დააწესებს, ეს კომპანიების დასანქცირდება. გაეყინებათ აქტივები, ვეღარ განახორციელებენ ფინანსურ ოპერაციებს, შეუჩერდებათ ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე. ბესონ ამჩავაძე მაგ მხოლოდ რამდენიმე კომპანია ახსენა, ჩამოვთვალოთ სხვებიც. თუ ბრიტანეთი სანქციებს აწესებს, მაშინ ამ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. მათ შორის ქართუ ბანკი, ფონდი ქართუ, გალერეა თბილისი, აქსის ტაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ივანიშვილი TV-იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. ამავე ჩამონათვალში ექცევა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიც არის ივანიშვილის სასტუმროები, პარაგრაფი, თბილისში, შეკვეთილსა და აბასთუმანში სხვა სასტუმროებიც. ამავე სიაშია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს. ასევე რუსული კომპანია შპს აკვასფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს. მოკლედ თუ ამ ქონების ამ ჩამონათვალს გადავხედავთ, მაშინ ოცნების ისტერიკის მიზეზი და მოსალოდნელი ზარალის მასშტაბიც სულ უფრო ცხადი ხდება. აქ ვთქვათ ისიც, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე სანქცირებული ყავს ოცნების მაღალჩინოსნები ძალოვანი ვერტიკალიდან. ესენი არიან ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახვალიძე, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. მაშინ ითქვა, რომ აი სანქცირება მოხდა შტატებთან კოორდინირებული ქმედებით და რომ ეს სანქცია ნიშნავს არა მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვას, არამედ უძრავი ქონების გაყინვას, ანუ ნიშნავს დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას. ემიქრობა თუ არა ახლა ივანიშვილს სწორედ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკიდან გარიცხვა და იქნება თუ არა ეს მისთვის ყველაზე მტკივნეული სანქცია. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ქართულ ეკონომიკაზე, რომელიც ინტეგრირებულია ლონდონის საფინანსო სისტემაში? ამ თემას ჩვენ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ. იმის იქეთ აღარ ველოდების სანქცირებას, მგონი რისი გაკეთებაც უნდათ გააკეთეს, ამოწურეს და ამან არ იმუშავა. ასე ამბობდა ივანიშვილი არჩევნებამდე 5 დღით ადრე ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. გავიხსენოთ ეს ფრაგმენტი. ესეც რაც გააკეთეს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკვე შედეგი გამოიღო და არ იმუშავა და ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქეთ კიდევ ველოდებით თუ არა, მე პირადად აღარ ველოდები. მე მგონი რომ რისი გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდათ გააკეთეს, ამოწურეს, ყველაფერმა ამან გამოიღო უკვე შედეგი ელემენტარული მიზეზის გამო. რამე თუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი. არის თუ არა შვიდად ოლიგარქი ახლა კომენტარი, რომელიც მოვისმინეთ შტატებს ეხებოდა, თუმცა ივანიშვილს უმტყუნა ალღომ ვერც შტატების გადაწყვეტილება გამოიცნო, ვერც სანქცირების გეოგრაფია. როგორც იცით, ბაიდენის ადმინისტრაციას ის უკვე სანქცირებული ყავს, ახლა მსგავსი წინადადება გამოჩნდა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში, ეს განაცხადი პარლამენტში შევიდა 13 იანვარს, მისი წარმომდგენი არის ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკლეარი. დავდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე, თუ ყველაფრის ნებას დავთავთ პუტინის მოკავშირეებს, ასე დასვა მან ამ თემაზე კითხვა პლატფორმა X-ზე. ალბათ ამ კითხვის პასუხად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი შედგენილი ტექსტის სამუშაო ვერსიის მთავარი გზავნილებიც. თემთა პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო. მეორე გზავნილია, რომ ისინი გმობენ ივანიშვილის როლს როგორც დემოკრატიის შელახვაში, ასევე რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. მესამე გზავნილია, პალატა ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილისთვის, მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იმავეს. ამ ინიციატივას ამ დროისთვის 16 ხელმომწერი ყავს. დღეს შეუერთდა მას დეპუტატი ბლერ მაკდუგალი, რომელიც მანამდე ითხოვდა ტელეკომპანია იმედის მმართველის ირაკლი რუხაძის მფლობელობაში მყოფი კომპანიების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. ის უწოდებდა იმედს პროპაგანდის ხელებს. საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის ფონზე დებატებისთვის დრო ხომ არ გამოვნახოთ. ამ დებატებზე შევძლებთ განვიხილოთ ის ფაქტი, რომ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდისტული ხელი ტელეკომპანია იმედი ოპერირებს და იმართება დიდი ბრიტანეთიდან. შეგვიძლია განვიხილოთ, არის თუ არა დრო, რომ დანაშაულის ეროვნულმა სააგენტომ გამოძიება ჩაატაროს ამ ქვეყნიდან წარმოებული ოპერირების შესახებ პრორუსული პროპაგანდის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის წაქეზების მიმართულებით.
დავგთავთ თუ არა ყველაფრის ნებას პუტინის მოკავშირეებს, ამ ყველაფერს უნდა გასცეს პასუხი პროცესმა დასავლეთში, ეს თქვა როგორც ჩანს უკვე დაგორებულია. ამ დროს ახლოვდება უკვე ტრამპის ინაუგურაციის თარიღიც, რომელიც იყო ერთგვარი აღთქმული რიცხვი ოცნების პოლიტიკურ კალენდარზე, თუმცა მართველი გუნდის ივანიშვილის გუნდის არც ერთი წარმომადგენელი ამ ცერემონიაზე მიწვეულიც კი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით იქ ბილეთის ყიდვაც კი იყო შესაძლებელი. ინაუგურაციის შემდეგ, როცა მართვას შეუდგება დაულაგდებით, ასე უბნება კალაძე დღეს მედიას. ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ბილეთები, თუ არ ვცდები, ღირებულება იწყება ბილეთის ღირებულება 500,000-დან და ადის 2 მილიონამდე. ამაზე ოფიციალურ წყაროებშიც ღიად ეწერა და შესაბამისად, თუ მათ აქვთ ამის სურვილი რომ გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა შეუძლიათ დაესწრონ ინაუგურაცია. ამ ფონზე კონგრესმენ ჯო ვილსონის პერსონალური მიწვევით უკვე ვაშინგტონშია პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი. გუში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე იქნებიან ლელოს ლიდერებიც. გაგრძელებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ხაზს, პოლიტიკური განცხადებები ამას აჩვენებს. ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ხვდება რთული მემკვიდრეობა, მაგრამ მტკიცე პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ოცნების საგარეო იმიჯი დაუსრულებელი ძალადობის ქრონიკასთან ერთად კიდევ უფრო დაამძიმა ძალადობების ახალმა ტალღამ. ამ მორიგ ტალღაში მოხდა ექს-პრემიერ გიორგი გახარიაძე სასტიკი თავდასხმაც. გიორგი გახარიას ფოტო მოიარა საერთაშორისო მედია, BBC ამ ფაქტს ცალკე სტატიით გამოეხმაურა, როცა საერთაშორისო მედიის ფოკუსში ხვდება საქართველოს, ცხადია შეუძლებელი ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკაზე, იმიტომ რამდენად რეალურია ოცნების შიშები ბრიტანეთთან მიმართებაში. ამ თემაზე ცხადია დეტალურად და ვრცლად ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაზე, ვითარებაზე რეგიონში, სადაც სომხეთმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უკვე გააფორმა.